მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა მოძრაობას სამართლიანი საქართველოსთვის. მე გახლავართ ამ მოძრაობის გამგეობის წევრი თამარ ჯუღელი. წარმოგიდგენთ ჩვენი გამგეობის წევრებს ბატონ ხვიჩა ასანიძეს და ბატონ კონსტანტინე ფორჩხიძეს. პირველ რიგში მინდა გამოვიყენო პირდაპირ ეთერი და ვაცნო ჩვენს მხარდამჭერებს, კარდაკარის წევრებს, რომ ჩაინიშნა პროცესი 4 ნოემბერს 4 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც შეეხება კარდაკარის დავალიანებას და დიდი მეც ვიტოვებთ სააპელაციო სასამართლოს საქალაქო კოლეგიის მოსამართლეს ბატონ ვანო ციკლაურს, რომ იგი არ შეცვლის გადაწყვეტილებას და უცვლელს დატოვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც მთელი ჩვენი კარდაკარის მხარდამჭერები და წარმომადგენლები ესე დიდი იმედით ელოდებიან. ასევე მინდა დავაანონსო 9 ნოემბრის სასამართლო პროცესი, რომელიც შეეხება ისეთ საქმეს, რომელიც წარმომადგენლებიც ვართ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, ხოლო მოპასუხე მხარე არის ექს-პრემიერ-მინისტრი ყოფილი ზურაბ ნოღაიდელი და მისი შეპესე კონსტანტინგი, რომლის საფუძველზეც გადარიცხული აქვს ჩვენი პარტიიდან არამიზნობრივად თანხები. ამ პროცესთან დაკავშირებით მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებ. მინდა ასევე შევეხო საახსრულებო ბიუროს კერძოდ მაია მურადოვას და მივმართო ქალბატონ მაიას, რომ ჩვენი საქმე უკვე თითქმის წელიწადია, რაც არის წარმოებაში და გაიმეორებთ თქვენი წინამორბედის გოგიტა ოქროპირიძეს საქმიანობას და გააჭიანურებთ ამ საქმეს და ბოლომდე მიიყვანეთ და აღასრულეთ ეს საქმე. ეს რაც შეეხებოდა საინფორმაციო სახის განცხადებებს, რომელიც ჩვენ მხარდამჭერებსა და კარდაკარის პროგრამის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, რაც შეეხება დღევანდელი დღის თემებს, ეს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, გვინდა რომ ცოტა მოგვიანებით დავუთმოთ, რომ მანამდე კი მინდა გერმანიაში ჩვენი ლიდერის ბატონ სერგო ჯავახიძის ვიზიტთან დაკავშირებით თემას დაუთმო. ბატონი სერგო მიწვეული იყო გერმანიის ბუნდესტაგში, კერძოდ გერმანიის ბუნდესტაგის წევრის კარენ შტრენცის მიერ, რომელიც ითვალისწინებდა გერმანიის ბუნდესტაგში ბატონი სერგოს სიტყვით გამოსვლას. თემა იყო საქართველო და რთული გზა დემოკრატიამდე. ბატონი სერგო მიწვეული იყო ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე, დაგეგმილი იყო ბუნდესკანცელარიაშიც გამოსვლა, თუმცა ჩვენ დავდექით გაუგონარი ფაქტის წინაშე. პრობაციის სამსახურმა უარი უთხრა ბატონ სერგოს ქვეყნის დატოვებაზე. ბატონმა სერგომ ორჯერ მიმართა პრობაციის ეროვნულ ბიუროს წერილობით, თუმცა პასუხი ჩვენ მივიღეთ მხოლოდ სიტყვიერად და ჩვენ წერილობითი პასუხი არ მიგვიღია პრობაციის ბიუროდან. როგორც შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, პრობაციის ბიურომ გამოაგზავნა წერილი საცხოვრებელ მისამართზე, მაგრამ აქაც იყო შეცდომა და ვინმე ჯაფარიძის სახელზე იყო წერილი და არა ჯავახიძის სახელზე. ამიტომ ჩვენ არ ჩაგვბარებია ეს წერილი და ფიზიკურად ვერ ჩაგვბარდებოდა, რადგან შეცდომით იყო გვარი მითითებული. რაც შეეხება ეროვნული ბიუროსთან ურთიერთობას, ძალიან გამიჭირდა მათთან ურთიერთობა, კომუნიკაციის დამყარება. თითქმის 2 კვირის განმავლობაში პირადად მე ვრეკავდი და პასუხობდა ვიღაც ქალბატონის სახელად თამარი, რომელიც მეუბნებოდა, რომ არათუ უფროსი, არათუ მოადგილე, არამედ არ არის ის პასუხისგებელი პირი, ვინც მე პასუხს გამცემდა იმაზე, თუ რატომ ეთქვა ბატონ სერგოს უარი. მაინტერესებდა მიზეზი, რის საფუძველზეც ეუბნებოდნენ ბატონ სერგოს უარს. მინდა გითხრათ, რომ არსებობს კანონი, ეს არის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონი, მე-14 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული თანხის საფასურად პრობაციონერმა დატოვოს ქვეყანა და შემდეგ ისე უკან დაბრუნდეს. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია, ჩვენ მქონდა შეტანილი მხოლოდ და მხოლოდ 4 დღით ბატონი სერგოს ქვეყანის დატოვებაზე, თუმცა მივიღეთ უარი და როდესაც მე ვესაუბრებოდი, უკვე გავიდა რამდენიმე პერიოდი, უკვე თითქმის ჩაიშალა კიდევაც ეს შეხვედრა 24-ში მე შევძელი ბატონ ნიკოლეიშვილთან გასაუბრება, ეს არის მაქასარაშვილის მოადგილე
და მან ესეთი განმარტება, სიტყვიერი განმარტება მომცა, რომ ბატონ სერგოს ეუბნებოდნენ უარს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის დატოვებდა ქვეყანას და საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა. ეს არგუმენტი ჩვენთვის მიუღებელია, არა მარტო ჩვენთვის მიუღებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც. ჩვენ შევხვდით საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბატონი სერგო შეხვდა NDI-ის წარმომადგენლებს, ბატონ ლუის ნავაროს, შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, შეხვდა AIRA-ის წარმომადგენლებს, ქალბატონ ანდრიას კებს და ქალბატონმა ანდრიამ ძალიან გულისხმიერად მიგვიღო და ბატონი სერგოს მდგომარეობა ძალიან გაითავისა. მან წერილიც კი გაგვატანა პრობაციის ეროვნულ ბიუროში ბატონ მაქასარაშვილის სახელზე და იგი ითხოვდა განმარტებას თუ რატომ მეთქვა ბატონ სერგოს უარი და თუ არსებობს კანონი და ეს მოქმედებს სხვა მოქალაქეებზე, რატომ არ შეიძლება მოქმედებდეს კვალიფიციური პარტიის თავმჯდომარეზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიების 13 პოლიტიკური პარტია დაახლოებით კვალიფიციური თუ არ ცოტა მეტი კვალიფიციური პარტიის თავმჯდომარეს ეთქმოდა უარი, როდესაც ეს იყო დიპლომატიური შეხვედრები, როდესაც აქ ჩართული იყო გერმანიის ელჩი, მას ჰქონდა დიპლომატიური ვიზა, მისი მოწვევა არ იყო ჩვეულებრივი მოწვევა, იგი უნდა გერმანიის ბუნდესტაგში გამოსულიყო. შეხვედრას უნდა დასწრებოდნენ 50-მდე ბუნდესტაგის წევრი, ბუნდესკანცელარიაში იგეგმებოდა შეხვედრა. მაგრამ პრობაციის ეროვნულმა ბიურომ საერთოდ არგუმენტის გარეშე ზეპირ სიტყვიერად გვითხრა უარი და ნება არ დართო ბატონ სერგოს დაეტოვებია ქვეყანა. თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ და ჩვენი წარმომადგენლები, ეს იყო თარჯიმანი და ბატონი სერგოს წარმომადგენელი, რომელიც ჩავიდა ბუნდესტაგში და ჩაიტანა ჩვენი მესიჯები, რა მესიჯებიც უნდა ბატონ სერგოს გაეკეთებია თავის გამოსვლის დროს. იგი ესაუბრა ბუნდესტაგის წარმომადგენლებს და მათ 100%-იანი მზადყოფნა განაცხადეს იმის შესახებ, რომ მათმა კიდე მოგვიწვიონ ჩვენ თუ შეძლებს ბატონი სერგო და დატოვებს ქვეყანას და თუ ეს არ მოხერხდება, მაშინ ისინი მზადყოფნას განაცხადებენ იმის თაობაზე, რომ ჩამოვიდნენ დელეგაციით საქართველოში და საქართველოში ადგილზე გაეცნონ ვითარებას. ეს რაც შეეხება ბატონი სერგოს გერმანიაში გამგზავრებას, ამასთან დაკავშირებით მინდა ბატონ კონსტანტინესთან გადავიდეს სიტყვით. ბატონო კონსტანტინე, ამ ფაქტს შეფასება რო გავუკეთოთ და მე ბატონ ხვიჩასაც მინდა გავაკეთებიო შეფასება. ალბათ თან უნდა მე დავიწყებ იქიდან, რომ ეს ვიზიტი გაჩნდა არა ჩვეულებრივ არაფრისგან, არამედ გაჩნდა იმ ჩვენი პოლიტიკური აქტივობის შედეგად, რასაც პარტიამ ბოლო 8 თვის განმავლობაში თავისი საქმიანობით მიაღწია. ასე შეუმჩნეველი არ დარჩენილა დასავლეთ ევროპის ამ საკმაოდ დიდი სახელმწიფოსთვის, რომელსაც აქვს დიდი გავლენა ევროპაში და დიდი გავლენა საერთოდ დიდი გეოპოლიტიკურ ასე ვთქვათ რუკაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი ეს ინტერესი გამოწვეული იყო ჩვენი პოზიციით, ჩვენი საგარეო პოლიტიკური დეკლარირებული კურსით, გამოწვეული იყო ჩვენი ხედვებით შიდა პრობლემებთან დაკავშირებით, დემოკრატიის თვალსაზრისით. ალბათ იცით და მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ეს უნდა ყოფილიყო მოხსენება, რომლის სათაური იყო საქართველოს და 20 წელი რთული გზა დემოკრატიამდე. საკმაოდ ვრცელი მოხსენება იქნა შედგენილი, ეს იყო დაახლოებით 45 წუთიანი გამოსვლა უნდა ყოფილიყო. შემდეგ ამას უნდა მოყოლოდა შესაბამისად ექსპერტების დასკვნები და რეალურად ის გზები და ის საშუალებები, რაც შემდგომში წაადგებოდა ჩვენს ქვეყანას. მაგრამ როგორც ხედავთ, ზოგიერთი პოლიტიკური თანამდებობის პირს უწოდებ მე მათ, იმიტომ რომ პრობაციის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და ზუსტად მათი პოლიტიკური სიბეცის გამო მოხდა ის, რაც მოხდა. როგორ შეიძლება ჩაშალო დიპლომატიური, ასე ვთქვათ, მიწვევა იმის გამო, რომ პოლიტიკური პარტიის კვალიფიცირებული პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს აუგრძალო წასვლა საქართველოს დატოვება იმ მოტივით, რომ იგი დატოვებს საქართველოს და აღარ დაბრუნდება ქვეყანაში. ეს არის წარმოუდგენელი რამ და მე ჩავატარე სხვათა შორის ბრიფინგი ერთი კვირით ადრე, სანამ ბატონი სერგო გადაწყდებოდა ეს საკითხი და მივეცით ჩვენ შესაბამისი დრო იმისათვის, რომ მიეღოთ მათ გონივრული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გონივრული გადაწყვეტილება მათ მიერ არ იქნა მიღებული. რაც ნათლად ადასტურებს ჩვენ ქვეყანაში დემოკრატიის თვალსაზრისით იმ პრობლემებს, რომლებიც უშუალოდ კვალიფიცირებულ ოპოზიციურ პარტიებს უკავშირდებათ. ანუ საუბარი დემოკრატიაზე ამ ქვეყანაში არის აბსოლუტური აბსურდი,
ეს გახლავთ ავტორიტარული ქვეყანა თავისი ყველა ნიშნით და ეს არის ნათელი მაგალითი იმისი, თუ როგორ ექცევა და როგორ შეიძლება კვალიფიცირებული პარტიის თავმჯდომარეს შეუზღუდო ის უფლება, რაც მინიჭებული აქვს მას კანონით. აი ეს მოკლედ მეგონა კონსტანტინე, როდესაც კვალიფიციური პარტია და ოპოზიციური პარტია პირადად მე ცდილობდი მახასარაშვილთან დაკავშირებას, არ მქონდა თქვა საუბარი რომ ყოფილიყო ეს უფროსი ან მისი მოადგილე, ვამბობდი რომ მინდა შეხვედრა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თუ არსებობს, ან ვინმე პასუხისგებელი პირი. დამერწმუნეთ 2 კვირის განმავლობაში არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც მე გამესაუბრებოდა და მეტყოდა მიზეს თუ რატომ ეთქვა ბატონ სერგოს უარი გერმანიაში წასვლაზე და აქვე მინდა თქვა ის ფაქტიც რომ მე დამავიწყდა წეხან მე თქვა რომ მე ვესაუბრე სახალხო დამცველის მდივანსაც თანაშემწესაც ისიც ჩავაყენე საქმის ყურში ჩვენ მივწერეთ წერილი გერმანიის ელჩსაც და ისიც ჩავაყენეთ საქმის ყურში ვინაიდან ჩვენ ვიზები მიღებული ქონდა უკვე და გერმანული მხარის მოთხოვნა იყო რომ აუცილებლად ჩაგვეყენებინა საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის ყურში ისინი აღშფოთებულები არიან და მათთვის გაუგებარია ძალიან დიდი ჯაფა დაგვჭირდა მისთვის რომ ჩვენ მათთვის აგვეხსნა თუ რატომ შეიძლებოდა რომ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარესთვის ეთქვათ ესეთი დაუსაბუთებელი უარი ძალიან გაგვიჭირდა ელემენტარული კომუნიკაცია პრობაციის ბიუროსთან ფაქტიურად ერთი ქალბატონი რომელიც მეუბნებოდა რომ არავინ სამსახურში არ არის 2 კვირის განმავლობაში და ვერავინ ვერ გაგცემთ პასუხს და ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს მახასარაშვილთან შეხვედრა თურმე არ შეუძლია ეს ძალიან ცუდია და არ ვიცი ეს რომელი რეფორმებზია საუბარი მე არ ვიცი ესე იგი არა მარტო შეილახა ჩვენი იმიჯი ქვეყნის შიგნით იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში, რომლებიც უშუალოდ შუამდგომლობდნენ ბატონ სერგო ჯავახიძეს იმისათვის, რათა მას ეს ვიზიტი განეხორციელებინა, კერძოდ საუბარია აირაეზე და საუბარია NDI-ის და საერთოდ გერმანიის ელჩის თხოვნაც იგნორირებული იქნა, დატოვებული მათ მიერ. ეს არის ფაქტიურად უპატივცემულობა იმ ქვეყნის საელჩოს მიმართ, რომელიც დღეს საქართველოშია, გერმანიის საელჩოზე მაქვს საუბარი და საუბარია იმ საკმაოდ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებზე, როგორიც არის AIRAI და როგორიც არის NDI. ამ ბატონებს ეს NDI და AIRAI ახსენდებათ ხოლმე მაშინ ხელისუფლებამ მხედველობაში, როდესაც წინა საარჩევნოდ მიმართავენ ხოლმე, რომ რაღაც კვლევები ჩაატარონ და მე ეყნობიან ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, კი ბატონო, თუ თქვენთვის ეს ავტორიტეტული ორგანიზაციები არიან, მაშინ რატომ არ ითვალისწინებთ ამ ავტორიტეტული ორგანიზაციების აზრს, თუნდაც ჩვენ შემთხვევაში კერძოდ. იყო კიდევ ბევრი შემთხვევები, ალბათ ამაზე შემდეგ ბატონი ჩაისაუბრებს და მე მინდა კიდევ ერთი რა ჩვენ და ბატონის სერგოს პირადი პოზიცია იყო ისეთი რომ არ გამოიწვია ამას დიპლომატიური სკანდალი ჩვენ მიმართეთ ბატონმა სერგომ მიმართა მას რა ქვია ჩვენს გერმანელ კოლეგებს და სთხოვა რომ ის რაც გათვალისწინებული ჰქონდათ მათ რომ განეხორციელებინათ საელჩოსთან დაკავშირებით გაეგზავნათ ნოტა და რაღაცა ჩვენ ფაქტიურად ვთქვით რომ თავი შეგვეკავებინა აი ამ პოზიციისაგან და მე ვფიქრობ რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის არ იქნებოდა კარგი მაშინ როდესაც ვფიქრობთ ჩვენ ევროკავშირში გაერთიანებაზე ჩვენ ვფიქრობთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე ჩვენ ვფიქრობთ ნატოში ინტეგრაციაზე და ასე შემდეგ ხო მაშინ ამ შემთხვევაში მე ხელისუფლება მყავს მხედველობაში აი ესეთი პოზიციის დაკავება თვითონ იმ სახელმწიფოსთან რომელიცაც დიდი როლი მიუძღვის და დიდი ავტორიტეტი აქვს ამ ორგანიზაციებში მე ვფიქრობ არ წაადგება ქვეყანას და ეს არის მათი არასახელმწიფოებრივი ხედვის ტიპიური ნიმუში დიახ და ბატონო კონსტანტინე არ მინდა რომ არ შემიძლია არ ვთქვა საინფორმაციო ვაკუუმზე ფაქტიურად შეგვექმნა საინფორმაციო ვაკუუმი ეხლა ვცდილობ რომ პირდაპირ ეთერი გამოვიყენო მაქსიმალურად
მთელი ერთი კვირის განმავლობაში გვინდოდა მიგვეწვინა ეს იქნებოდა მოსახლეობა თუ ჩვენი მხარდაჭერები, გაგვიკეთებია ბრიფინგი, გაგვეშვა გაზეთებში თუ საინფორმაციო საშუალებებით, ჩავატარეთ ბრიფინგი, ბატონმა კონსტანტინემ ჩაატარა ბრიფინგი. არაფერს არ ვამბობ იმ ტელევიზიებზე, რომლებიც ბრიფინგზე არ მოვიდნენ, მაგრამ არ შემიძლია რო არ ვთქვა მაესტროზე, რომელიც მოვიდა ბრიფინგზე, მაგრამ არ გააშუქა, საკმაოდ ვრცელი მასალა მივეცი, მე მივეცი მით უმეტეს რომ მივეცით დოკუმენტაციაც აიყო ბრიფინგის კადრებიც, ესწრებოდა ბრიფინგს, მაგრამ რატომღაც არ გააშუქა ეს პრესკონფერენცია. და მე კიდევ ბოლოს მინდა რომ კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა ქალბატონ კარენ შტრენს, ბატონ ედუარდ ლინტრნეს, გერმანულ-აზერბაიჯანული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და საქართველოში გერმანიის საელჩოს, რათა მათ გამოიჩინეს გულისხმიერება და ალბათ დაინტერესდნენ და 100%-იანი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. და ისინი მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში და ადგილზე გაეცნენ ვითარებას ქვეყანაში და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ იმ შეფასებებს, რა შეფასებებს. მადლობთ ბატონო კონსტანტინე, მაყურებელი ყავს, შემოვიყვანოთ და დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. მოგესალმებით. რა მაინტერესებს თუ შეიძლება თქვენ ალბათ ინფორმირებული გზადებით აგერ განთავისუფლებს 150 ადამიანი, რომელიც ჰქონდათ განათლება მიღებული ეგრეთ წოდებულ საბჭოთა კავშირის დროს რუსეთში და 150 ოჯახი, მინიმუმ 150 ოჯახი დატოვეთ მშიერი. თუ შეიძლება თქვენი თავდაცვის სამინისტროდან რომ თავდაცვის სამინისტროდან რომ განათავისუფლეს 150 ადამიანი. კი. მადლობთ ზარისთვის, მადლობთ. მოდი, ისა, ცოტა მოგვიანებით გავცეთ პასუხი თუ ეხლა გავცეთ პასუხი. გავცეთ რესპონდენტს პასუხი ჯობია და აქ მოკლედ ვიტყვით, სანამ კიდე ზარი შემოვა, რომ არის მაგ ინფორმაცია გვაქვს ჩვენ, რომ 150 ჯერ 150 გაუშვეს, რომლებსაც რუსეთში აქვს სამხედრო განათლება და ამ უწიგნურ გაუნათებელ მთავრობას გონია, რომ რუსეთში ვინც არის სამხედრო მარტო სამხედრო ამბავში კი არა, საერთოდ გავლილი-გამოვლილი ყველა რუსეთის აგენტიას. ეს იქნება ეკონომისტი, ბიზნესმენი, თუ ყველაზე აქ აქცენტი აღებული და თვითონ რომ გვერდში ყავთ ის რუსეთში გავლილი-გამოვლილი კი არა, რუსეთში რომ შესისხორცებული აღავლაპარაკობ გენშტაბის უფროსე ჭანკვეტაძე რო ყავს თავის მოადგილეებით, რომელსაც აი რუსეთი მარტო გავლილი-გამოვლილი შემოვლილი კი არ არის, რუსეთის პირდაპირი კადრი იყო. აღავლაპარაკობი ვაშაძეზე დიდი ზარზე იმით რომ გამოგვეცხადება და სოფლიოს ამაგდარებით რომ შემოიარა თელი სოფლიო და საქართველოზე რომ დარდიაქ სინამდვილეში პირველი რუსების აგენტი იყო და პირველი რუსეთის კაცია. რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი. ბენდუქიძე დიდი ამაგდარი ეკონომიკის ამყვავებელი, რომელმაც რუსეთში დააგროვა კაპიტალის და რუსეთი ხელმძღვანელობდა და ეხლაც რუსული მით გველაპარაკება ეკონომიკით და რუსული აყვავებით და იმით როგორ უნდა აყვავდეს ეკონომიკა და თავისუფალი ბიზნესი და ყველაფერი. და რამდენი ერთი აღავლაპარაკობა ბიძამის ბატონი მიშას დიდი პრეზიდენტი რო ყავს მისი ბიძა ალასანია, რომელიც ეხლაც ხელმძღვანელობს რუსეთის ეგრეთ წოდებული კგბ-ი და კგბ-ს ის არის ისევე იდარჩა და რაც უნდა შეუცვალოს ასე არ იქნება და ის 150 აქ ჯერ და კიდევ ბევრს ეხლა ნელა დაიწყებენ და ასე მიყვებიან. მე გამოძებნიან ვინმეს შენ ძოლი ყავდა რუსიო, მე ვინც რუსეთში უნდა მიყო გავლილი გამოვლილი თუ ქალებში გაგულებული გამოგებული, ყველას დააბალებენ რაღაცა და ყველა ზოგს გაუშვებენ, ზოგს დაიჭერენ, ზოგს რაღაცას მოუძებნიან და ასე იქნება. ხვალდაზე რო შევცვალოთ კურსი ჩვენ და ეხლა ამერიკული არ იყოს, გინდა თუ არა და ავიღოთ თქვა ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მაგალითად თქვა ტაილანდის ან ინდოეთის, უნდა ავდგეთ მაშინ და ამერიკაში ვინც არის დამსახურები თუ გავლილი გამოვლილი, ეხლა იმათი კურსი უნდა შეიცვალოს, ისინი უნდა გადავყაროთ, იმათ შიმშილი და უბედურება უნდა 150 კაცის გამოყრა რო კითხო, აგერ დავასაქმევ ხალხსო 45 წლიდან 60 წლამდე დავასაქმევ, ესე იგი თვითონ რომ ასაკში მიყვება, აი იქიდან მიყვება ამ წლოვანებას და იმას გახდება 45 წლის, იტყვის ეხლა 60 წლამდეო, მე 60 წლის გახდება თავისი ეგრეთ წოდებული შაიკი და იტყვის მე აი 60 წლის ზემოთ დავასაქმევ და ასე როგორც უნდა მორგებული აქვს, როგორც უნდა აი ისე აკეთებენ და რა გიქვი თქვენ ეს გასაკვირი არ არის. ყველას მიადებენ იმ ეგრეთ წოდებული იალექს, ეტყვიან რომ ეს ასეა და ესეა. ბატონო ხვიჩა მაყურებელი ყავს. დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ხო, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონებო, რა არის პარტია სამართლიანი საქართველოსთვის, იმასთან დაკავშირებით ბანკი ქართულიდან გაწყვეტა კავშირი იწროდ იმ ადამიანებმა, რომელსაც წლების განმავლობაში აფინანსებდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ეს მეცნიერებათა აკადემია, ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკა, ეს
არის სხვადასხვა ორგანიზაციები, აი მორალური თვალსაზრისით გავალებოთ ამ პოლიტიკურ საკითხს მორალურად, ადამიანურად რა აზრის გამოხატავთ თქვენ ბატონებო? დიახ, მადლობთ ბატონო, მადლობთ. მოდი გერმანიის თემა მოვრჩეთ და მე დღევანდელს მთელი მოსახლეობის მოლოდინი იყო დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებლის პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა. დიახ, ჩავინიშნოთ ეს შეკითხვა, დავამთავროთ ეს თემა და მე ბატონს აუცილებლად პასუხი გავცემთ, ხო? ბატონო ხვიჩა, აი პრობაციის ეროვნულ ბიუროსთან დაკავშირებით, მაქას არაშვილთან დაკავშირებით, ალბათ უნდა დადგეს ამ ბატონების პასუხისგებლობის საკითხი, იმიტომ რომ არ შეიძლება ორი კვირის განმავლობაში პასუხისგებელი პირი არ არსებობდეს პრობაციის სამსახურში, რომელიც ჩვეულებრივ არ არის აუცილებელი იყოს ეს პარტიის თავმჯდომარე, ან პარტიის უფლებამოსილი პირი, ან ვინმე იურიდიული პირი. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც რეკავს პრობაციის სამსახურში და ითხოვს რაიმე კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხს. 10 დღის განმავლობაში კი არ უნდა ელოდებოდეს წერილობით პასუხს და მე იმას არ ყვევდეს პოსტაში ჯაფარიძეზეა მოსული განცხადება თუ ჯავახიძეზეა მოსული. თვითონ ჩაუწერა, როდის აპირებდა წასვლას. როდესაც განცხადება დავწერეთ და ჩვენ ჩავაბარეთ პრობაციის ეროვნული ბიუროს მისაღებში, უნდა გითხრათ რომ რაღაც ბუტკასავით რაღაცა აქვს გაკეთებული, ზარს რეკავ და გამოდის ქალბატონი შემცინებული და 2 წუთსაც არ გაცდის და გასაუბრებას ისია მოსწრაფებული რომ უკან შებრუნდეს. წერილი აიღო და მეუბნება რომ 10 დღის განმავლობაში 21-ში შეგვაქვს წერილი, 24-ში არის ფრენა და ქალბატონი მეუბნება რომ 10 დღის შემდეგ მოგძალით და პასუხს აიღებთო. რომელ პროფესიონალიზმზე მესაუბრება ის ქალბატონი? ეს არის მართლა ცინიზმი. აი ამასთან დაკავშირებით ბატონო ხვიჩა და შემდეგ უკვე გადავიდეთ აი რა არის იცი? მაკასარაშვილი იქნება თუ ნიკოლაიშვილი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხალხი არიან ყველა დამიჯერეთ. ამათი გვარი არის სააკაშვილი, ამათი თანამდებობა არის ნაციონალობა. და ნაციონალისტები არიან ესენი. ვინც არ უნდა იყოს? ესენი არიან საკუთარი ჭრილის ეშინიათ. აი როვიზე მელაპარაკებით, რომელ ხალხზე მელაპარაკებით, სანამ ეს მიშა და ნაციონალური ეს გუნდი იქნება, სულ ასე გაგრძელდება, თქვენ ეჭვ გეპარებათ მაგაში? მათ 37 დაახლოებით 37000 პროფესიონალი ყავს, რომელთაგანაც არც ერთი არ მუშაობს საერთოდ და 99% გინ პოლიტიკური ლიდერი უწოდე და გინ ნებისმიერის უწოდე ამათ ხელში დაჭერილია და კიდე აგრძელებენ დაჭერას და 1000 უბედურებას. ესენი ყველა მოსახსნელები კი არიან, დასაჭერები არიან. აი სერბო დარჩებოდა გერმანიაში. დარჩებოდა რა მანქანი ჩამოსთაყვანად იყო, ხო? ამ ხელა ხალხი იყო და ამ ხელა ხალხი იდგა მის უკან. მე მეორე ეს შვებს უუშვებთ, აი ოქროშვილი დაწቀბული, ყველა რო გაუშვით იქ და 8 საათი აუგეს კიდე და თვითმფრინავი დაუტვირთეს კიდე და ფულები შეუნარჩუნეს. იმათზე რატო არ ფიქრობდით? გელბახიანი და რა ვიცი, რამდენი ზგენა და რამდენი ადამიანი კიდე აქეთი გიწასული. ვინ დატოვებს და ვინ გაიქცევა? აი მაგას დაგანახავთ სულ მალეს. ვიღაც მაკასარაშვილებზე არ არის საუბარი და ესენი ყველა მაკასარაშვილები არიან, ყველა სააკაშვილები არიან, ვინც მაგას აკეთებს. მაგენი ხელმძღვანელობები, მაგ კოდექსით, მაგ მორალით ხარ ოპოზიციონერი. მithumetes კანონი მოუწოდებს ბატონო ხვიჩამ, არსებობს კანონი და არსებობს მუხლი, რომელიც არეგულირებს ამ მდგომარეობას და ამათვის რო იწოდეთ გერმანიას და იმაზე არ აქვს მნიშვნელობა. ამათვის არის თავარი ლობი ყავდეს, გერმანიაში ვიღაც იქნება, ისრაელში იქნება, თუ ის იქნება. რა გიყვით ახლა გერმანიასთან პრობლემა, ისრაელთან არ აქვს პრობლემა. ორი ბიზნესმენი დაიჭირეს იმის გამო, რომ თავისი პიროვნული რაღაცის იმის გამო, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ისრაელთან გაწყდება თუ არა კავშირი. და რა გიყვით სერგო ჯავახიძეო, ივანიშვილს მოუხსნეს აგერ მოქალაქეობა და გუშინ კიდევ კონსულს დარბაიძეს, ხო? იმის გამო რომ სურათი ქონა გადაღებული და გიყვეს ახლა სერგო ჯავახიძეს, იმიტომ რომ იციან რომ სერგო ჯავახიძეს ოპოზიციონერობა ის მებრძოლი სული და მებრძოლი გული რაც არის, თუნდაც იმ დაწყებული ავაცახსენებელი ნუღაიდელით და იმ ყველაფრით და იმით, რასაც გმირობის ტოლფასიფია, ახლა ვიფიქრეს გერმანიაში ამ ხელა ლობი უჯდებათ, ამ ხელა პარტნიორობა ხდება, თვით კანცლერს ჰქონდა ასეთი ის რომ უნდა შეხედოთ ყველაფერი, იფიქრეს ახლა თელი ის და არ აშიაწყოთ მითხარით. ხალხი დაინახეს რომ ამოიწია ყველანაირად ის ქალაქებში, რაიონებში ეს კანდიდატები და დაწყებული, თელიკურსის ხალხის ორგანიზაციების შემინაშუნეთ ხალხი, ყველანაირად ნაბიჯ მივდივართ, სწორი კურსი დავიჭირეთ. თქვით აგერო მაგაზიაც ვისაუბრებთ, აი ბიზინა ივანიშვილის ამბავზე თქვით რომ მოუწონს ყველაფერი ისეთისა, აქეთაც ნორმალური სიტუაცია. აგერ რვიანი ჩავძირეთ, ვამხილეთ თავრობასთან ერთად გარეგებაში რო იყო, ამაზედაც ისაუბრებს აგერ ბატონი კონსტანტინე იქ გახდა და იქ მონაწილეობდა 6-იანი ადრე ჩავაგდეთ და ყველაფერი ესენი მართლა ისეთი ბიჭები არიან, არც იქით ეშინიათ, არც აქეთ ეშინიათ, დგანას წოგზაზე და როგორც უნდა, იქით უტყავენ, როგორც უნდა აქეთ უტყავენ. იმიტომ რომ სუფთები ვართ, გაუსვლელები ვართ, შეუკრელები ვართ, ჩვენი ლიდერი ბატონ სერგო ჯავახიძეს გუნდური პრინციპით მივდივართ, ბელადომანია დავამხეთ, ყველანაირად ჩვენთან მიდის ლუკმაპურის გაყოფა, ყველაფერი ჩვენი კარები ღია არის და იფიქრეს რომ ესენი
მართლაც ისე ნაბიჯ მიდიან ყველაფერზე მე ჩამოვლიან და ყველანაირად მოვთხოვენ პასუხს და მართლაც მოვთხოვთ ამნაირ ხალხს პასუხს. როდესაც თემა იყო საქართველოს და რთული გზა დემოკრატიამდე, ანუ ეს შეხვედრა არც ერთ ვარიანტში არ უნდა ჩავარდნილიყო. რა შეეხება დემოკრატია? რომელი დემოკრატია ბოდანს მეთამაშებიან? ეცენ რომელია დემოკრატია? რა თქმა უნდა, ეტყობა ვანო მერაბიშვილს დიდი ყურები აქვს და იცოდნენ ან მიაღწია მატყურამდე ის თუ რა თემაზე იქნებოდა ეგ საუბარი, როგორი მწვავე იყო ეს გამოსვლა და რაღაცა და ჩვენ დაინტერესების შემთხვევაში აუცილებლად შედგება ბატონო კონსტანტინე ეს გერმანიაში თუ არა საქართველოში კიდევაც ამ იმას, რა ქვია, ტექსტს რა იყო შიგნით ჩადებული და მე მცირე მომენტებს ამოვიღებ ამ ტექსტიდან, რაც მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ პირდაპირ მივწერეთ გერმანელებს ის რაც ხდებოდა აქ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში. კი ბატონო. მაყურებელი გყავს და მაგას გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, ძალიან დიდი სიმპათიები მაქვს თქვენი მოძრაობის მიმართ და აფსოთებული ვარ, რასაც უსმენდი ამ წუთში, რომ გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტზე უარი უთხრა პრობაციის სამსახურმა. და ორი კითხვა მაქვს ასეთი. დადგება თუ არა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი მაკათაშვილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თვითონ გამოდის უკვე კანონდარღვევის გულისთვის მე მგონი ხალხს ასამართლებენ და პრობაციის სამსახურში ხდება და თვითონ არ ღვევენ ამ დროს სამსახურთან დადგება თუ არა პასუხისმგებლობის საკითხი და მეორე, აი ეს ყველაფერი რაც მოხდა და რითაც ხელი შეუშალეს ბატონ სერგო ჯავახიძეს რომ წასულიყო გერმანიაში გამოსულიყო ბუნდესტაგში სიტყვით როგორი მოქმედებს თქვენ ურთიერთობაზე გერმანიასთან გეკნება თუ არა ისე ვის მეგობრული ურთიერთობა და პოლიტიკური ურთიერთობა თუ რამე ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება ეს ყველაფერი რაც მოხდა მადლობთ ქალბატონო ნაწილობრივ გავეცით ჩვენ ამას პასუხი რომ ურთიერთობა გერმანულ მხარესთან ჩვენ ურთიერთობას ვაგრძელებთ ჩვენ რომ არ ჩაშლილიყო ეს ურთიერთობა გავაგზავნეთ ჩვენი წარმომადგენლები ჩავიდა იქ თარჯიმანი და ბატონის ერგოს წარმომადგენელი რომლებმაც მიიტანეს ის ძირითადი მესიჯები მათთან რაც ჩვენ ესე ძალიან გვაწუხებდა ეგ ვეღარ გათვალეს რომ შეეშალათ ხელი მაგისტრისაცო. დიახ, მართალია ჩაიშალა ეს შეხვედრა და ბატონის ერგოს სიტყვით ვერ გამოვიდა, მაგრამ გერმანული მხარისგან გვაქვს სრული მხარდაჭერა. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ აზერბაიჯანულ გერმანული ორგანიზაციის წარმომადგენელს ბატონ ედუარდ ლითნერს, ბატონმა კონსტანტინემ წეხან მადლობას გადაუხადა მას. მეც მინდა რომ მადლობა გადაუხადო ბატონ ლითნერს, რადგან მან 100%-იანი მხარდაჭერა გამოგვიცხადა და გვითხრა თუ თქვენ ვერ მოახერხებთ გერმანიაში ჩამოსვლას და საქართველოს დემოკრატიის დონე ესეთი დაბალია, ჩვენ ჩამოვალთ და ადგილზე გავეცნობით მდგომარეობას, რა მდგომარეობა არის საქართველოში. რაც შეეხება მაკასარაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს, ჩვენ ალბათ უახლოეს მომავალში ამაზე პრესკონფერენციას გავაკეთებთ და აუცილებლად დავაყენებთ პასუხისმგებლობის საკითხს. მაყურებელი გყავს კიდევ, დიახ, ისმენთ. შეკითხვა იყო მაყურებლის და ამაზე მინდა თუ პასუხი დავცვა. მოგესალმებით. ეს უყურებდი ივანიშვილის გამოსვლას. დიახ. უაღრესად წყნარი ძალიან ძილობელი კულტურული ადამიანი. დიახ, გეთანხმებით. სააკაშვილის ჟურნალისტებმა დაამტკიცა თავიანთი აი ყველანაირად უვისებილი ვარია. დიახ. ეგრეთ წოდებული ამერიკელი მასწავლებელი ჩამოყავთ, ვითომ მასწავლებლები. ჩვენ ძალიან პატრიოტული მასწავლებლები გვაქვს. უაღრესად განათლებული. დიახ. და დარჩენილები არიან უმუშევრად იმათ ხრიან, თუ მაგათ აფაქტებთ. როგორც კი ეს ხელისუფლება შეიძლება, ეგენ უნდა გავყაროთ აქედან, მაგათ მხოლოდ გარყვნილობა მეტი არაფერი აქვს. მე მგონი გამოსაკუთრებით. გეთანხმებით ბატონო, გეთანხმებით. ხო, გაცემდეს. დიახ, ისმენთ. და ივანიშვილი, მაკრო ივანიშვილი კი არ არის. ეგ ყოფილა ერისკაცი. ნაკლად ერისკაცი, მე მიხარია მაგისთან ადამიანს რომ გამოხდა ჩვენთან. გაგზავნებთ. დიახ, მადლობთ ბატონო ზარისთვის. მადლობთ. ნუ მოკლედ ზარებიც ისე მიდის რომ ბატონი ივანიშვილის დღევანდელ პრესკონფერენციას რო არ შევეხოთ ალბათ არ შეიძლება. ბუნებრივია, ეთიკოთი. საქართველოს მასშტაბი დიახ, ბატონო კონსტანტინე, მოდი თქვენ პირველი შეკითხვა რო არ დამჩეს რესპონდენტი. შემდეგ ჩავინიშნეთ, მე ჩავინიშნე ეს ზარიც და წინა ბატონის ზარიც ალბათ საპასუხო იქნება. არა, ჯერ ბანკ ქართულთან დაკავშირებით მინდა უპასუხო რესპონდენტს, რომელმაც დაგვირეკა სათავეში და გთხოვა ამაზე ჩვენი წინადადება. ბატონებო, ხელისუფლება გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა რესურს იმისათვის, რათა წინაღუდგეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ფიგურად ქცევას. ჯერ მე მინდა ვთქვა, რომ ის ამჟამად
პოლიტიკაში აპირებს შემოსვლა, ჯერ შემოსული მთლიანად როგორც ასეთი არ არის, ამიტომ მას ეს პრობლემები ბუნებრივია ექნება, მან ალბათ იცის და თავიდანვე ეცოდინებოდა, რომ ეს პრობლემები მას ექნებოდა, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს ამხელა რესურსები გაქვს, ამხელა საშუალებები გაქვს გაგაჩნია, უნდა იცოდე რას ებრძვი და ზუსტად დასაფასებელია ის ამ ადამიანში, რომ იგი ნათლად ხედავს გზას, სურს რაც განზრახული აქვს და მე მივესალმები დღეს დაანონსებულ მის წინადადებას, რომ იგი საკუთარ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. იმიტომ რომ მე მინდა აქვე ჩვენი ხედვაც გავაცნოთ, ამ ჩვენ ადრე დავაანონსეთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას მიუხედავად რაღაცა მომენტებისა, არ ვაპირებდით ჩვენ თქვით წინა ეთერში, მაგრამ ის არ გვინდა რომ ოპოზიციურ სპექტრზე გამოჩენილ ამ საპირწონეს რაიმე პრობლემა შეერქმნას ხელისუფლების მხრიდან და ბუნებრივია შეიძლება ჩვენ იდეური თანხმობა და თანხმობა არ გქონდეს მომავალში ან შეიძლება ამ ეტაპზეც ხო არის რაღაცა ბევრი შეკითხვები გაჩენილი რაღაც თემებთან დაკავშირებით, მაგრამ ბუნებრივია მე პირადად და ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია მიესალმება ბიძინა ივანიშვილის ამ განზრახულობას, რომ გქონდეს მას თავისი პოლიტიკური პარტია შექმნილი და სწორედ ამ პოლიტიკური პარტიის საშუალებით მოახდინოს მან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დამკვიდრება და გამარჯვება. მაგრამ არის მეორე თემებიც, ეხლა მე არ შემილია რომ არ შევეხო ამას, იმიტომ რომ წეღან ვახსენე ის მოხსენებაში ჩაწერილი საარჩევნო არჩევნების თემატიკა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, იმიტომ იმ გადასახედიდან რომ მათ უნდა იცოდნენ ერთი რამ, რომ ვენეციის კომისია, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და პრაქტიკულად მან მხარი დაუჭირა ხელისუფლებას იმ ახალი საარჩევნო კოდექსის გაპრავებაში, მოდით ჭყალებში ვიხმარ ამ სიტყვას, ეს ფაქტიურად იყო უპირობო მხარდაჭერა ხელისუფლების ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ ძალიან ცუდი საარჩევნო კოდექსი, რომელსაც ქვია ნაციონალური მოძრაობისათვის გამარჯვების უზრუნველსაყოფი კოდექსი და მე მინდა აქვე საყვედური ვთქვა ვენეციის კომისიის მისამართით იმ კუთხით, რომ ამ ბატონებმა არ გაითვალისწინეს ევროსაბჭოს რეკომენდაცია, სადაც ნათლად შავით თეთრზე წერია, რომ გადაწყვეტილება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით უნდა მიღებულიყო ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად და არა 8 პარტიის მიერ ხელმოწერილ რაღაც შეთანხმება გარიგებას თუ რა ქვია ამას. მე მაინტერესებს და მინდა დაუსვა შეკითხვა ამ პოლიტიკურ პროცესში მონაწილე იმ პარტიებს და პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც თითქმის 8 თვის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ მათ ჰქონდათ დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა. ბატონებო, სად არის თქვენი დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა? სად არის? ვეუსვამ 8-იანს და მე მის ნარჩენს 6-იანს და იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, ვინც გვეუბნებოდა და გვიკეჟინებდა, რომ დასავლეთი და ვენეციის კომისია არ მიიღებდა ამ ცვლილებებს, წინასწარი შეფასებები ნიშნავს, რომ დასკვნა დაიდება. ფაქტიურად რჩება 2 თვე იმისათვის, რომ სანამ მიიღება ბუნებრივია ეს კანონი და უკვე ამ კანონის ძალას მიიღებს, ალბათ დეკემბერში მოხდება ეს ყველაფერი, მანამდე დადევს ვენეციის კომისია უკვე საბოლოო შეფასებებს და დასკვნას. აი როგორ აპირებენ, იღებენ თუ არა პოლიტიკურ პასუხისგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე ეს სუბიექტები. 8 სუბიექტი, 8-იანის ის პოლიტიკური სუბიექტები, ვინც ხელი მოაწერეს ამას ყველაფერს და ის 6-იანი, რომელიც დღეს, ასე ვთქვათ, პირდაპირ თუ ირიბად ცდილობს გადაფაროს ეს თემა და დაივიწყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხი. დავამთავრებ, ეხლა როგორ აპირებენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ფასთან დაკავშირებით ბრძოლის გაგრძელებას ამ 2 თვის განმავლობაში, ხო? ეს წარმოუდგენელი ამბავია და ახალი კოდექსის მიღების შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ ნაციონალური მოძრაობის დამარცხება არჩევნების გზით? აი უბრალოდ აი ამ შეკითხვებზე აინტერესებს, არა მარტო მე მაინტერესებს პასუხი, არამედ საზოგადოებას აინტერესებს პასუხი და ისინი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, ვერ გაექცევით ბატონები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ეს პროცესი წამოიწყეთ თქვენ და უნდა მიიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე და როგორ მიიყვანთ ამაზე? აი ამ შეკითხვებზე უნდა გაცეთ პასუხი. ყველამ 8 სუბიექტმა აღარ ჩამოთვლიან 8 სუბიექტს, ვინც იყვნენ, ვინც ახდნენ მაგიდიდან და გააправეს და გადაიყვანეს ხელისუფლება იმ პირობებში, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში დაედოთ ეს გარიგება. ამაზეა საუბარი. მაყურებელი ყავს. დიახ, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გისმენთ. მოგესალმებით. ვარ კოდორიდან დევნილი. დიახ. 2011 წლის 20 იანვრიდან. დიახ. ფაქტიურად ვარ ქუჩაში. ვარ მცირეწლოვანი ბავშვების პატრონი.
აი სამართალის პრობლემა ამათ არა აქვს. სად არის სამართალის პრობლემა? არავითარი ყურადღება, აი დოლოთა სამინისტრო, მაგალითად კობასუბელიანი. მაგრამ საერთოდ მიღება ხო არა აქვს და არა აქვს. პირდებოდა კომპენსაციაო, სადღაც 2 წელიწადი ასეთ ტყუილით. 21 საუკუნეში წარმოგიდგენიათ, აი ნათლობის ნიუტებს ვხედიდი და იმით ვიხდიდი ქილას, ისე ვიყავი. ეს ყველაფერი მორჩა, აღარ არის, ეხლა ისევ ქუჩაში ვარ. რა ვიცი, სამართლის დარღვევა, ამაზე მეტი სამართლის დარღვევა თუ არსებობს, მე ბატონო ხუჭა, აი პირადად თქვენ გთხოვდა გამახვილოთ ყურადღება და შემდეგ კიდე, აი ჩელს მაგალითად 21 საუკუნეში ქუჩიდან გავუშვი პირველ კლასში შვილი და იქაც ალბათ რა ვიცი ისიც იმ სასკიეს ალბათ სუბელიანმა უთხრა, აი ყველა ბავშვს მისცეს ის კომპიუტერები და ჩემ ბავშვს ის არ მისცეს. ეს თვითონ პრეზიდენტის შექმნილი, პრეზიდენტმა რო თქვა, თვითონ იმას არცემენ პატივს. თორე ის კომპიუტერი თინგ მქონია და გინგარა, მე ახალშებას ვღელა რომელია. მე ფაქტურად ქუჩაში ვარ, ბავშვებთან ერთად, ამათ არ აინტერესებს თორე ბოლოს მე სამოიშკას ზრდი, ვისაც ქვეყნის სიძლიერი ინტერესებს, იმისთვის სამი ვაჟკაცის გაზრდა, სამშობლოს გამოადგება სამი გმირი, არ გამოადგება, არა ამათ ეს არ აინტერესებს. ბატონო, აღმაშენებლის 172 ნომერში ვარ. მოვიდეთ ჩვენ. დავამატებთ. დიახ, ხუჩა თქვენ აუცილებლად გული კი არ გვეტკენა, შეგვიძლია ჩვენ ასეთ ხალხს ხშირად ხვდებით ხოლმე, არა მარტო ოფისში, საერთოდ ჩვენ ცხოვრობთ იმ ცხოვრებით, რომელსაც ჩვეულებრივი გლეხური ადამიანური ცხოვრება ქვია, ჩვეულებრივად მივდივართ, არ გვეშენია არაფრისა და ზუსტად ასეთი გულითკივილით გვესაუბრებიან და ჩვენ სამ გულითკივილს გადმოვცემთ ხოლმე. ეხლა კობასუბელიანი, კაცი გონია თქვენ. კაცი კი არა, უნამუსო კაცია ეს. ორჯერ რო კაცმა არ იცის. კაცი რომელსაც თავის გარდა არაფერი არ ახსოვს. პრემიებს კარგად იწერს, სახლებს კარგად იშენებს. კოდორი ლანგრით მიართვეს და რომელ კოდორელებზე ლაპარაკობთ ახლა? კი, გულთასულით გეუბნებით, მაგრამ ამ თარობის იმით ამბობ, ენით რო თქვათ, ასეთი იმით, ხო? ამათვის არაფერი არ არის, ამათვის არის მარტო აი პირადული ინტერესი, პირადული სტომაკი. მარტო გაძღენ. კოდორის ჩამბარებელი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს დღესაც მინდა. იმიტომ რომ ეს ჭირდებოდა და იმაში დიდი ალბათ ფულები აიღეს და დიდი პრემიები გამოიწერეს და თანამდებობები დაირიგეს. კობასუბელიაზე მელაპა 96,000 პრემიას იწერს და აქეთი ქორწილი იტალიაში გადაიხადა და ყველაფერი რაში აინტერესებს. ან კობასუბელიანი რომელი ტოლელთა და განსაკუთრების სამინისტრო. ბატონო, მაყურებელი ყავს შემოუშვათ. დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. ხაზეთიდან დევნი, რომელიც გამოყარეთ ზაკოშელობიდან. დიახ. ყურადღებას არავინ არ გვაცემს. ხოლო ის ეგრეთ წოდებული ჩვენი მინისტრი სუბელიანი. დიახ. ვისაც ტოლვილებს არღებულობს და რატომ უნდა იყოს მინისტრი, რომელიც ტოლვილებს არღებულობს? ქალს თავი დააწევინეს და პასუხისმგებელი არავინ არ არის და ის წუღუსი, რომელმაც და უთხრა წადი და იბალახე ფოსფორტიო, ის დღესაც მუშაობს თურმე იქ. და როდენდის იქნება ეს განუკითხაობა და ჩვენ აფხაზეთის ხალხს და რატომ არ გვახსენს ყურადღებას ეს მთავრობა ერთი რახსნეს და ვის მიმართოს ვიდება. მე თამნა ბოდიში გავცემ პასუხს. ალბათ მნიშვნელოვანია ქალბატონო თქვენც რომ იცოდეთ და იცოდეს ტოლვილებმა საერთოდ და იმავე რა ქვია ჩვენმა საზოგადოებამ რომ ევროპამ როგორც ასეთმა ევროკავშირმა 120 მილიონი ევრო გამოუყო საქართველოს 2008 წლიდან 2011 წლამდე ასათვისებლად და ეს აქედან დაახლოებით 31.5 მილიონი ევრო იყო განკუთვნილი ზუსტად ტოლვილების დახმარებისათვის და შესაბამისად მათთვის ბინების ასაშენებლად და ასე შემდეგ. ჩვენ ამ თანხებს ვერ ვხედავთ და მინდა ვთქვათ რომ ამ საკითხს ჩვენ დავაყენებთ აუცილებლად ჩვენ ევროპელ კოლეგებთან ერთად და მინდა ვთქვა ისიც რომ არის დახმარება კიდევ 3,700,000 დოლარი რომელიც საქართველოს უნდა აითვისოს 2011-დან 2015 წლამდე ანუ ეს არის 4 წლიანი პროგრამა და ამ 4 წლიანი პროგრამაშიც გათვალისწინებულია და ჩადებულია ეს ყველაფერი მაგრამ ესენი არიან კაზნაკრადები
ყაზნაკრადები არიან. იმ ფულებით აიშენეს და იმ ფულებით იშოვეს ის ჯიპები და ის ნაირ-ნაირი სახლები რო აქვთ იქ და დასასვენებლად რო დადიან იმაში, რა ქვია, ხუჩამჩელზე უკეთესად იცის სად და როგორ და რანაირად. ბატონო კონსტანტინე მაყურებელი ყავს, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალია გისმენთ. დიახ, მარჯვებას მოგესალმებით. მოგესალმებით. გენეცვალე, ეხლა ისეთი პროდავიდგა ჩვენ რომ ჯობია ყველა პარტიები გავერთიანდეს. აი თელი საქართველოს ფერზე დადგეთ და დაუდგეთ ივანიშვილის გვერდზე. ყველა თუ ისმეს რამე პრობლემა ქონდა რომ გადაიდოს გვერდზე და ეს ხელისუფლება მოვაშოროთ კი არა მოვწყვიტოთ ამ ჩვენ საქართველოსთან და წავიდნენ მოგშორდნენ დაგვანებონ თავი რომ აი ამ გაჭირებულმა ხალხმა ამოვისუნთქოთ და ჩვენც რაღაცა მივახციოთ. როდადი სააკაშვილი და ფიგურები გუდაურში აკეთებს და ბათუმს აკეთებს, სხვა ხალხმა რა დავაშავეთ, მოვხედო საბა რეგიონებს როგორ გვიჭირს, გზები ჩვენთან არ არის, გათბობა ჩვენთან არ არის, შეშის პრობლემები გვაქვს სოფლებში და მაგას საგულაოდა აქვს საქმე, დღეში 15 ჯერა ფრინდება ამერიკაში და ჩვენთან რა ხდება, რატო არ აინტერესებს, ეგ არის თითოეული ოჯახის პრეზიდენტი, მაგრამ მაგას პრეზიდენტობა კი არა, საერთოდ არ უნდა ერისოს არაფერი, უნდა წავიდეს, უნდა დაშორდეს აქაობას. საქართველოს უნდა დატოვოს, მაგრამ საქართველოშიც არ უნდა იცხოვროს. ისეთი გაჭირვებული ხალხია რეგიონებში და აი ყველა პარტიებმა უნდა იფიქროთ, გაახვიდეთ და ყველა თითოეულ ადამიანს ეგრო დაახავ თავის პირი ხალხი შეეკითხოს, აბა ჩამოვიდეს გლეხებთან, რომელი დაუჭერს მხარს მაგას და ყველა პარტიები რო გავლენ და აი ამ ხალხის მხარდაჭერა გეცნებათ გენეცვალე, მოვიყვანთ მართლა სათავეში ღირსეულ ადამიანს რა, აი გთხოვთ სოფლის ხალხი. სოფლელები, აი ყველა რაიონის დავდგებით ფერზე და ყველა რაიონი დავდგებით პარტიებს, რომ ივანიშვილი მოვიყვანოს სათავეში და იქნებ რაღაც გვერდისოს კაცო, ძლევ გამოჩნდა ქართველი ადამიანი, მართლა გულშემატკივარი საქართველოსი. მადლობთ ქალბატონო ზარისთვის, მადლობთ. გაუპასუხოთ შეიძლება. ძალიან მოკლედ რა, იმიტომ რომ აქ გაერთიანებაზე იყო პოლიტიკური სპექტრის, ჩვენ ნახეთ ასეთი გაერთიანებები, ბევრი გვინახია და რა შედეგები მოქონდა ამ გაერთიანებებს და ასე ვთქვათ, შეკოწიწებულ გაერთიანებებს გვინახავს, ხო? კარგია თავისთავად ეს იდეა, რომ პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს, მაგრამ არსებობს მორალი, არსებობს რაღაცა, რასაც ვერ გადააბიჯებ და მე მაგალითად პირადად ვიყავი მონაწილე ამ საარჩევნო კოდექსთან მიმართებით მიმდინარე მოლაპარაკებებში და მე იქ აშკარად უყურებდი, როგორ ვაჭრობდნენ დღეს ისეთი პოლიტიკური პარტიები, ვინც დღესდღეობით მოიაზრებიან და ასე ვთქვათ, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, იძახიან, რომ არ იქა გვეშველაო და მე რაზეც დღეს ვამახვილებთ ყურადღებას და თავიდანვე აქ ჩვენ საუბრობდით, რომ რა იყო ძირითადი მესიჯი და კარგი მესიჯი დღეს ბიძინა ივანიშვილის, ეს იყო ის, რომ იგი ქმნის საკუთარ პოლიტიკურ პარტიას. თუ იგი შექმნის საკუთარ პოლიტიკურ პარტიას, მაშინ გამოინახება ნამდვილად ჯანსაღი ძალები ისეთი, ვინც დადგებიან ერთად და გადაწყვეტენ, არ არის აუცილებელი გაერთიანება, საჭიროა კოორდინაცია იმისათვის, რათა ეს რეჟიმი მოიშოროთ თავიდან. მე ესე მწავს. ეხლა როგორ უნდა დავდგე მე რესპუბლიკელების გვერდზე, მითხარით რა პირდაპირ. როგორ უნდა დავდგე რესპუბლიკელების გვერდზე, როდესაც ეს რესპუბლიკელები იყვნენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილის რო გადადგა და შემდეგ კენჭი იყარა და დაუპირისპირდა იქ 5 ოპოზიციონერი კანდიდატი იყო, ისა რა ქვია, მიშა სააკაშვილის მოწინააღმდეგე. სწორედ ესენი იყვნენ, რო იძახდნენ გავშალოთ მარაო, ესენი იყვნენ ზუსტად. ხუთივეს რო დაეწერა განცხადება და ან არ მიეღო მონაწილეობა იმ არჩევნებში, მიშა სააკაშვილი დღეს აღარ იქნებოდა. ესენი არიან ის გამправებლები ზუსტად. როგორ დავდგე მე ამ ხალხთან ერთად მითხარით, ვერ დავდგები. სადა ეგენი იყვნენ, როცა გაერთიანებებს უშლიდნენ ხელ და ყველა მინუს ნოღაიდელი გაიძახდნენ. ხა ნოღაიდელის ადვოკატი არა ვარ მე რა, მაგრამ ნოღაიდელთან ხალხი იყო ის სხვა, მარტო ნოღაიდელი არ იყო ფიგურა. ესენი უშლიდნენ ყოველთვის გაერთიანებას ხელს. სიმართლე უნდა ითქვას, როგორი მწარეც არ უნდა იყოს, ეს სიმართლე უნდა ითქვას. მე დავამატებ. და რა უთხრა ალასანიას კიდე გახსოვთ ალბათ სულ ყველას, ხო? 24 საათი ბოკერიასთან იჯდა ხოლმე და კონსტრუქციულ თანამშრომლობას თავაზობდა იმას რა. ეხლა ბოკერია მინდა კიდე აქ მე და ეს დანარჩენები ვერ გავიგე. ვერ ვითანამშრომლებთ. აი ამის გამო ზუსტად. თორე მივესალმებ მის მოღვაწეობას, მის შემოსვლას ქართულ პოლიტიკაში. ჭეშმარიტად კაი კაცია, ჭეშმარიტად ეროვნული კაცია, ჭეშმარიტად ეროვნული ძალა შეუძლია რომ შექმნას მან. გააკეთოს ეს. და იქნება მოგებული ყველა ჩვენც, თქვენც და აბსოლუტურად სულ ყველა და მალე მოვიშორებთ ამ ხელისუფლებას. და მე დავამატებ.
აი ამ ხალხმა ვიზედაც საუბარი გვაქვს ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერებზე მათ ისეთი რამე შეუქმნეს ახლა ბატონ ბიზნესს და ყველა ჩვენს ბარიერი ამ ეგრეთ წოდებული მოლაპარაკების შედეგად 35,000-მა პატიმარმა მონაწილეობა უნდა მიიღონ, ხო? არ უნდა იყოს ვიდეო კამერა, არ უნდა იყოს მარკირება. ფაქტიურად უკვე გაყალბება დაამატეს, ხო? ეხლა გადმოდიან და პასუხისმგებლობა არ უნდა დაიღო, ხო? ეგრე არ არის. მე მივესალმები დღეს ბრძანა ბატონო ბიზნამ რომ ცალკე გუნდს და ახალი სახეები იქნებოდა და ძალიან კარგი იქნება და ზოგიერთ პარტიებთანო პირდაპირ ახლა ასე გამოვიდა კოორდინირებული გვექნება არ უთქვია გენა თუ არა ურა პოლიტიკოსებით მოიქეთ და თავდაყირად ადექი ფულის რიგში რო დგანან ეგ არის ფულის რიგი მეტი არაფერი ანუ ვიკილიქსის ცნობა და ის ათმინა ის რომ აი ძიძიგურზე და ყობა დავითაშვილზე რომ ამოდა 50000 აიღო ნოღაიდელისგან რა თქმა უნდა მაგას ვიკილiksi ჭირდება უცხოეთში გაიგოს ზოგიერთმა თუ არა აგერ ვკითხე ყველას ვირისი ამღებია და ვირისი გამკეთებელია და სადაც ძალა იქნება მე იქით გადავხტები გადავხტები ჭადრაკი ცხენი კი არა ხარ კაცო თუ აკეთებ საქმეს გააკეთე ისე როგორც საჭიროა ეხლა იქ არია და გამოდის აგერ რესპუბლიკელი და აი გაბადული საქმე და აი ჩვენ გადავჭყიდავ ჩვენ სამეული შენ რა უნდა გადამიჭყიდო მე კაცო არა გამაოგნებელი იყო ყველაზე ძალიან ქალბატონი თინა ხიდაშელის განცხადება როდესაც მან თქვა რომ ნაციონალ ესე დაისვა ესეთი შეკითხვა ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა რომ როგორ ფიქრობთ თქვენო მიშა სააკაშვილი რო აღარ იქნებაო ნაციონალური მოძრაობისო ისო რა ქვია ფიგურებიო და ნაციონალური მოძრაობა დაიშლებაო და გაქრებაო და რა უპასუხოთ იცით გამაოგნებელი იყო სრულიად რა გიგა ბოკერიაო და ისა რა ქვია გიგი უგულავაო ეს ადამიანები ახალგაზრდები არიანო და მათო დარჩებიანო პოლიტიკაშიო ალბათო და რაღაც რა ეს რას გავს ეს ვერ გავიგე მე და მინდა ერთი რამე თუ ეს იაპირებენ იმის რა ქვია ამ ხელისუფლების დამარცხებას მინდა კიდე რომ აი ბატონი კობა ამბობდა და ჩვენ ერთ რამეს არ დაუშვებთ რაც მოხდა 2003 წელს როდესაც მოქალაქეთა კავშირი გადაბარგდა ნაციონალურ მოძრაობად სახეიცვალე სავლე გახდა პავლე ის აღარ მოხდება აქ საქართველოში რა ეგ უნდა იცოდეს სულ ყველა და ბატონი კობა ამბობდა აგერტინებზე რომ აი ესაუბრეო ბატონ ბიზნესო და აი არჩევნების დროს უნდა მოამზადოთ ხალხი აი ტრენინგები რომელ ტრენინგებზე მელაპარაკებია აბა ერთი ადამიანის ის მოხდეს ნაციონალურ მოძრაობაში ვინმე შეაწუხოს თელი კუდი სოდი 1000 უბედური ხალხი იქიცავს თითოხმას თქვენ იცით დამცავი ხართ მითხარი კომისიებში ხავდათ ხალხი და ერთი საჩივარი არ დააწერიეთ ხალხს რომელი ორი კაცი არ ხართ პარტიაში თქვენ ახართ წამყვანიც მიმყოლით მძღოლით ყველაფერის და ამის გამომდინარე გონიათ რომ პარტია მაყურებელი ყავს გაგაწყვეტიებ თუ კაცრავად დიახ გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ საღამომშვიდობის მოგესალმებით. და ქრისტიანის ქალი დღეს დიამოვნებით უსმენდი ბიზნეს კონფერენცია. დიახ. ჩვენი ჟურნალისტებს ნუ თუ არა აქვს იმის შეგნება თათითაოს შეკითხვას უშუალო ყველა ერთიანად ლაპარაკობს მოსმენის უფლება თაქვდათ რომ მოესმინათ. რასამდურია ნამკაც ვერ გავიგე. მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ მამკაცი და კმაყოფილი ვარ რომ აი ასეთი ფიქრობ ხალხი ხალხისთვის. მადლობას ვუხდი ყველანაირად. დიდი მადლობა ზარისთვის და მე დავეთანხმები ჩვენც მადლობელი ვართ რომ დაწყებული მე ახლა უფრო ადრე ვიცნობდი შეიძლება იმერელი კაცი ვარ და საჩხერეში რა ხდებოდა მანამდე სანამ 99% გაიგებდა ბატონი ბიზნეს საქმეს ბევრი სიკეთე ვიცი იმისი რომელიც ზოგმა ახლა გაიგო მაგრამ ჩვენ სულ და გულით ახლა რომ გითხრათ რომ პირდაპირ ურა პოლიტიკოსებად ვიქცეთ და არიქა აქავართ და თელი ამბავი და ფულის იქში დავდგეთ ამას არ ვიზავთ მაგრამ ჩვენ ახლა ველოდებით გუნდს როგორ წარადგენს რომელი პროგრამით რა იქნება როგორ ითანამშრომლებს თქვა მან რომ პარტიებთან პოლიტიკური გეგმა უნდა დადგეს ხო პირველ რიგში შევხედავთ არა ვარ ჩვენ ასეთი ის რომ აი რაღაც მათხოვრებებით და იმით ვიქცეთ ხო გვეტყვის ადამიანი და არ შეწყვება მას დაგვიძახებთ დასახებელი იქნება და ყველაფერი ჩვენ იმ საქმეს გავაკეთებთ მიშასთან ერთად ვიბრძოლებთ ბატონ ბიზნესთან ერთად ვიბრძოლებთ მიშა ჩამოსაგდება იქნება თუ ნაციონალები იქნება თუ 1000 უბედურობა იქნება და აუცილებლად მაგრამ თავარი ის არის რომ როგორ დაიცავს ხმებს აი იმ გუნდით რომელი გუნდსაც წარგვადგენს შევხედავთ და ვიტყვით რომ ესენი ისი ხმის დამცავები არიან ჩვენ ყველა ვიცით ელემენტარულად წარმოიდგინეთ თქვენ რომ ნებისმიერი ის პოლიტიკური სპექტრი 20 წელიწადი რო ტრიალებდნენ და ასე არაფრის მაგნისები არ იყვნენ მხოლოდ ფულის კეთებისა და მანდატებით რო ვაჭრობდნენ მასეთი ხალხისთვის ჩვენ უკვე დამარხული ყავდა ბარზამირებაც გაკეთებული ქონა 40-ის გადაუხადეთ და წლის თავს ველოდებოდით ახლა აი დეკემბერში ბატონო ხვიჩა მაყურებელი ყავს გაცოცხლება არ შეიძლება ვერ შეუგვიდეს ბატონო ხვიჩა მაყურებელი ყავს გაგაწყვეტინებთ დიახ გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობათ ახლა რო გიხურეთ ძალიან აქ ხო არ გათიშოთ თუ გათიშოთ საერთოდ აღარ ვეთქვი და რომ თვითონ გავთიშოთ თქვენ ნუ გამთიშოთ რა დიახ ჩვენ არ ვთიშოთ ახლა რო გიხურეთ ხო ბატონ თემურშაშიაშვილი ლაპარაკობს რომელიც
დიდი ცოდვა აქვს ქართველი ხალხის, რაც შევანაძის დროს დააკეთა მან. ერთი ყველასთან ერთი შეკითხვა თქვენ თუ გაგიაზრებიათ, რომ ლებეთის დაფინანსებელი საქართველოში რომ აი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობა რომ თელ საქართველოს თავის კონებიანად და მაცხოვრებიანად რუსეთის ხახაში მოაგდებს. და ემხელა ბიზნესის მქონე ადამიანი არ იქნება პუტინთან და დანარჩენ რუსულ პოლიტიკის ელიტასთან დაახლოებული, ამაზე რატო არ საუბრობთ? დაგიღია პირები და სააკაშვილის ლანძღავდა იმას შვებით. გასაგებია სააკაშვილს კი არ ლანძღავთ. პუტინთან ვინც იქნება დაკავშირებული და დაახლოებული, მე ის ხალხი ჩამოგითვალეთ თუ მისმენთ კარგად. ი ვაშაძე მოიშოროს. ბიზამისაც თუ მოშორდება პატარა ხან კი არა, კაი ხანი, ეგეც თუ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი მოიშოროს. შტაბის უფროსი, ის რუსეთ რომ იყიდა ჭიათურის მანგანოვიდან დაწყებული და 1000 რაოესი და თელი ამბავი, ხო? ის უნდა ნახოთ, ის უნდა დაუსვათ შეკითხვები და როცა საკუთარ ისეთმა ასეთი ის არის გამოთქმა ფურმაო ჩამქოლოს რომელიც ჩემზე მეტ იწველებაო, ხო? მე ისაუბრეთ, მე თორე ჩვენ ვეთქვით ყველაფერს, ბიზინა იქნება თუ პავლე იქნება თუ ივანე იქნება, ყველას ვეთქვით, ჩვენ ყველას იმავშებით პირდაპირ. რუსეთთან იქნება თუ ამერიკასთან იქნება თუ იმასთან იქნება, ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინც საქართველოს გაყიდის, რუსეთზე იქნება, ამერიკაზე თუ სხვა ინტერესზე, ვინც ქართული სულით არ იქნება, ყველას ვეთქვით, ჩვენ ბიზნესი კი არ ვეფერებით პირში და კი არ ვეუნებით იმას, რაც საჭიროა. ჩვენი მოსაფერებელი აჭერს. არაფერი არ ჭირს, ჩვენ და არც იმით იმავშებით, კიდე ზოგიერთები რომ თავს იკლავდნენ და მაქსიასავით იხებდნენ ყველაფერს თუ ბიზნეს გვერდში არ დავდგები და ასე ვიტო გაკოტრებულები იყვნენ. ჩვენ არც გაკოტრებულები არ ვართ. ჩვენი გზა გვაქვს, ჩვენი ცხოვრება გვაქვს, ჩვენი ხალხი გვაქვს, ჩვენი ამორჩეველი გვაქვს. ამ გზას მივყვებით. ევროპა გვინდათ კი, რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ასევე ამერიკასთანაც გვინდა, მაგრამ არ გვინდა ეს თქვა პუტინის ხარჯზე და თუნდაც ნებისმიერი ვინმე ლიდერის ხარჯზე. ჩვენ გვინდა მართლაც გულითასულეთ აი ქართულობის ხარჯზე, ნორმალური სიტუაცია. როგორ თქვა ეხლა მე ბატონ ბიზნესზე თუდი ეკონომიკურ სიყვარულში და საქმეში და აღორძინებაში რაც გაუკეთებია, მაგრამ პოლიტიკაში ჯერ ვერ ვიტყვი ვერაფერს. დადოს საქმე. და მე ვეთყვი თუ რამე იქნება, თუ დაიყენებს რუსეთის კაცი იქნება, თუ გადამგდები ეყოლება, თუ გადმომგდები ეყოლება, იმასაც ვეთყვი. თუ იმას ვერ მეტყვის ბოლოს და ბოლოს არჩევნებამდე მაინც ამოდენე თვითადერ რომ მე ხმებს როგორ დავიცავ, ერთი ადამიანის რო შეაწუხონ უფალი გვეუნება 1000 სხვა რო ყავდეს 999-ს დატოვებს. უფალი ასე გვეუნება მწყემსი და ერთის მოსაძებნად წავა. ერთი ადამიანი თუ შეგიწუხეს, იმას როგორ დაიცავს, ჯერ მალამდე შევხედოთ. თუ ინე დააპატიმრებს, როგორ დაიცავს, როგორ გამოვა, ამ ყველაფერს შევხედავთ. და მე ვისაუბროთ, ახლა პოლიტიკაში რა უნდა უთხრა ჯერ ადამიანს. მაყურებელი ყავს. დიახ, გისმენთ. პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. საღამომშვიდობის. უსამართლობის უდიდესი იმდენი ნაცვლად ღუდრაძე. დიახ. საერთოდ კარგი თუ ინე გამოგვერია და გამოჩნდა, ის უნდა ლანძღონ, თათხონ, მინამ თავენ დონეზე არ დაიყვანენ. ივანიშვილს ვისი სალანძღი რა არის ხალხო, მე საერთოდ სულ არანაირი შეხება მაქვს ივანიშვილთან. აი ხალხან მოვიხილე ტელევიზიით ვინ იყო ივანიშვილი. სიცხელია. სიცხელია ამ პიროვნების ასეთი ლანძღვა. საქართველოს ინახავს ნახევარ მოსახლეობას. თემ მსახიობებს, თემ ჟურნალისტებს, თემ მწერლებს და პოეტებს. რამდენ მარტო სამების აშენება რა არის გენათვალეთ. როგორ შეიძლება ამ პიროვნების ასეთი ლანძღვა, ასეთი შეურაცხყოფა, რომ კითხულობენ აი როგორ აიჩინა დინა, აი ხა მაგ ინტერვიუსაც მოусმინეთ. რომ აბა იკითხო ნაციონალურ მოძრაობაში უციგნურებმა როგორც კი შემოდგეს ფეხი 2004-დან გაუთვალისწინებელი სიმდიდრეების საიდან შეიძინეს გადამოწმეთ თითოეული ნაციონალური მოძრაობის წევრი. გეხვეწებით, თუ ისმენთ სამართლიანობა გიყვართ, თუ ისმენთ საქართველო გიყვართ, თითოეული ნაციონალური მოძრაობის წევრი ცხოვრება გადამოწმეთ. შივრები რო იყვნენ, თათარისასათმენი რო ეცვათ და მოვიდნენ და ჯიპები და ერთ ადგილას კი არა, 5 ადგილას ბინებს ყიდულობენ და იშენებენ. აი ესენი გადაამოწმოთ. რა უნდა დამკაცისაგან? ეს თუ არ აყოლებს საქართველოს, ხომ არ დააქცევს? ეს თუ არ მისცემს საქართველოს მოსახლეობას დიდ სიმდიდრეს, თვითონ ხო არავის წაასწნებს. რა უნდა რატო ლანძღავენ? მე გული მტკივა. სულ მადლობთ ქალბატონო ზარისთვის, მადლობთ. პატარა რეპლიკას გავაკეთებ. მეც მინდოდა კარგი. დრო თუ გვაქვს პატარა რეპლიკას გავაკეთებ. ამ თავრობამ მიიღო ცოტა ხნის უკან ლუსტრაციის კანონი, ხო, რაღაც დაარქვეს ეს თავისუფლების აქტიო და რაღაც. მე ურჩევდი აი რაც ქალბატონმა თქვა, ჯერ საკუთარი თავის ლუსტრაცია დაიწყონ, დაწყებული თავრობიდან, კანცელარიიდან, ჩამოყნენ მე
შინაგან საქმეთა სამინისტროს, მერე მოყნე თავდაცვის სამინისტროს და ასე შემდეგ. გაიარონ თვითლუსტრაცია და მერე ელაპარაკონ სხვებზე რა. ამას ურჩევდი მათ. დიახ, მაყურებელი გყავს. დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით. საღამომშვიდობისას უყოლას. მოგესალმებით. ალო. დიახ, გისმენთ. საღამომშვიდობისას უყოლას. ენა პიროვნება მამაკაცმა რუსეთთან გაერთიანება რაღაც და პრობლემები და რაღაცა გამოდის. ეს მაგპიროვნებას კითხეთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანობა შეეწერა აფხაზეთში პიროვნება და იმის ოჯახს დედამის პენსია გაუქმეს და მეოთხე წელიწადია მე დავარ იმ პიროვნების დავდებ ამ საქმეს. უზენაეში მაგ საქმე და თითქმის წელიწადი გავიდა. უზენაესმა კიდევ არ გადაწყვიტა. ეს არის ქართველობა და ხელს იწუნებს. სადაც მართლმადიდებლობა სად? მართალი ხართ ქალბატონო, სასამართლო სისტემა რო ჩვენთან საერთოდ არ არსებობს, ფაქტიურად ფაქტის სახეზია იგივე საახსრულებო ჩვენ ერთი ტომას ჰამერბერგის დასკვნაში არის ძალიან კარგად გაწერილი ეს, რომ გამამართლებელი განაჩენი არის 0.04% ქალაქ თბილისის სასამართლოს მიერ მიღებული და საერთოდ საქართველოს მასშტაბით 0.2%. ამით ყველაფერია ნათქვამი. ბატონო კონსტანტინე, ძალიან მცირედ რო გვაქვს დარჩენილი და ერთი მაყურებელი მოვაწროთ შემოვიყვანოთ. გამარჯობათ. ქალბატონო, ეხლა მე მინდა პასუხი მივცე ვიღაცა გამოვიდა თქვენ მამაკაცი და დაიწყო ლანდღვა ივანიშვილი. მართლა იმ ქართველს, რომელიც ივანიშვილს გამოიყენა. სიცხვილი იმ რეჟა ჟურნალისტებს, რომელმაც დღეს ენები წააგდეს და ხედივით იყვნენ თელ დარბაზში. მართალი ხართ ქალბატონო, გეთანხმებით. ეს ივანიშვილს არ თვითონ პრესკონფერენციასაც ალბათ ორგანიზება აკლდა, საკმაოდ არაორგანიზებული იყო პრესკონფერენცია, რაღაც ელემენტარული დისციპლინა მაინც რო ყოფილიყო, ალბათ უფრო მისაღები იქნებოდა. ბატონებო, რეზუმე გავუკეთოთ დღევანდელ დღეს, ძალიან მცირე დრო გვაქვს დარჩენილი და ბატონო ხვიჩა და მე ბატონო კი, აუცილებლად ჩვენი დღევანდელი დღის რეზუმე, ვიცით რაზე თქონა საუბარი, მაგრამ პოლიტიკური ცხელი ამინდები გველოდება წინ აუცილებლად, მაგრამ კიდევ ვეუბნები ყველას, ეს ჩვენი ამორჩეველი იქნება პირადი თუ ნებისმიერ იმის, ნუ იქნებით, კიდევ ვიმეორებ, ურა პოლიტიკოსებივით. რას დაგვემართა 96%-მა რომ მიშა იქნება თუ გრიშა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. დავწონოთ, ისე გავაკეთოთ. ერთი უმრავლესობა კიდევ რომ მოვიდეს, მე ბატონ ბიძინას წინაშე იქნება თუ ის იქნება ქეც მოვიხდით, არ ვლაპარაკო მაგას, თვითონაც ნენელა უკვე ხდება მაგას, სადაც თქვა უმრავლესობაზე არ მისაუბრიაო და მივესალმებით მათ ყველანაირად. უმრავლესობა უპავს ქვეყანას და ქართველების წოდვა ის არის, რომ ჩვენი წოდვებით აღიარება არ შეგვიძლია. დავაშავეთ, გავაკეთოთ ის და თქვათ ყველანაირად, ხო? ვინც როგორ არნაირად. და ეს არის ჩვენი ის, რომ ყველანაირად დავწონოთ, ვინ სად არის, როგორ არის და ისე ვისაუბროთ და ისე გავაკეთოთ ყველანაირად. მინდა რომ საქართველოს შემოგჩეს, არ დაგვეშალოს, არ დაგვეფუნცოს და თითო ადამიანს მოუფრთხილეთ. ეს არის ჩემი სიტყვა, რაც უნდა მეთქვა. მადლობთ ბატონო ხვიჩა. ბატონო კონსტანტინე, მოკლედ აბა დღევანდელი დღის რეზუმე გავაკეთოთ. კიდევ ალბათ დღევანდელი დღის მთავარი თემა გარდა ჩვენი თემების არის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია. ფაქტიურად ეს იყო ნაბიჯი გადმოდგული პოლიტიკაში, უკვე საბოლოო გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, მხოლოდ ის რა მესიჯიც გამოუშვა, რომ იგი შექმნის თავის პოლიტიკურ პარტიას, ეს იქნება ძალიან კარგი. და არ ვიცი, დანარჩენი ჩვენ რაც შეგვეძლოთ და რისი თქმა შეგვეძლოთ ვთქვით ამ ეთერში, ვისაუბრეთ ჩვენ პრობლემებზე და ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანმიმართული თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც განვახორციელებთ უახლოეს პერიოდის განმავლობაში და ჩვენი აქტივობას ნამდვილად დაინახავს ჩვენი ამორჩეველი. აი ეს მინდოდა მეთქვა. მადლობთ ბატონო კონსტანტინე. რაც შეიძლება დღევანდელ თემებთან დაკავშირებით შეეხებოდა სასამართლო პროცესებს, შეეხებოდა საახსრულებო ბიუროს თუ შეეხებოდა გერმანიის თემას. ფაქტიურად დავდექით ძალიან დიდი უსამართლობის წინაშე, ძალიან გაუგნებული ვართ ამ ფაქტის შესახებ და ალბათ უახლოეს მომავალში ჩვენ პრესკონფერენციასაც გავაკეთებთ პრობაციის ბიუროს უფროსთან დაკავშირებით, მაქასარაშვილთან დაკავშირებით და ალბათ მის პასუხისგებლობის საკითხის დადგომას მოვითხოვთ. დიახ, ბატონო ხვიჩა და ცოტა დრო არის დავამატებთ. ჩვენი პარტიის ლიდერის ბატონი სერგო ჯავახიძეს და საერთოდ ჩვენი გუნდის პოზიცია რაც არის 11 წლის განმავლობაში, არა მარტო ნოღაიდერთან და იმ ამოსაღებულთან კი არ არის მარტო საუბარი. ჩვენ დავამტკიცეთ რომ მთავრობის წინაშე ბრძოლას
ეს არის ხელი არ მოუწერეთ ფაქტიურად და ყველაფერი გავაკეთეთ და შვიდშიდაც შესაძლებელია მადლობთ ბატონო ხუჩა მადლობა მოგახსენებთ სხვა ჰაერი